იშვიათად საუბრობს ამაზე ვინმე პირდაპირ, თუმცა თითქმის ყველამ ერთხელ მაინც იგრძნო, როდის დაიწყო ის მომენტი, როცა საკუთარი თავით ყოფნა საკმარისი აღარ აღმოჩნდა. როცა ამ სამყაროში იბადები შენს მოსვლას ზეიმობენ, გიყურებენ და ამბობენ, რომ უნიკალური ხარ. უხარია ჩემი სიცილი, შენი განსხვავებული მზერა, ის განსაკუთრებული რაღაც, რაც მხოლოდ შენშია. იმ დროს განსხვავებულება ხირებულებაა, მაგრამ ზრდასთან ერთად ეს დამოკიდებულება იცვლება. ერთ დღეს შენს განსხვავებულობას აღარ ახექვამენ როგორც ძალას, შენი ხმა ზედმეტად ხმამაღალი ხდება, შენი გულწრფელობა ძალიან ბევრი, შენი გზა ნორმასაცდენილი, შენი ნიჭი ზედმეტად თვალსაჩინო. ამ დროს გიჩნდება ასრები, რომ უნდა შეამცირო თავი, არ უნდა იყო ზედმეტად გამორჩეული, ან უნდა მოერგო გარემოებებს და სიტუაციებს და სწორედ აქ იწყება დამალვა, არა ერთ დღეში და არა ერთ გადაწყვეტილებაში, არამედ თანდათან პატარა ცვლილებებით. ცვლი ტონს, აკონტროლებს სიტყვებს. აკლებს სიცილს, იკეთებ ნიღბებს, რომ არ გაგაკრიტიკონ, რომ არ დაგიწუნონ, რომ არ იყო ზედმეტად გამორჩეული. მაგრამ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა. რა ხდება მაშინ, როცა ნელ-ნელა წყვეტი იმ ადამიანად ყოფნას, ვინც სინამდვილეში ხარ? სიხარული ქრება, ცხოვრება მძიმდება, ყოველდღიურობა ვალდებულებად იქცევა და არაცოცხალ გამოცდილებად. და ის ნაპერწკალი, რომელიც ადრე შენს თვალებში ციმციმებდა, ნელ-ნელა ქრება. შენ ცუდი არ ხარ, შენ ცუდად არ ხარ, შენ უბრალოდ აღარ ხარ ნამდვილი. და ეს არის ის, რასაც იშვიათად საუბრობენ. ყველაზე მტკივნეული დაკარგვა არ არის სხვების დაკარგვა. ეს არის საკუთარი თავის დაკარგვა. ნამდვილი ბედნიერება არ მოდის მაშინ, როცა ყველას მოერგები. ის არ მოდის მაშინ, როცა იდეალურად ჩაედევი სტანდარტებში, რომელიც არც კი არის შენთვის შექმნილი. ნამდვილი ბედნიერება იწყება მაშინ, როცა წყვეთ საკუთარი თავის დამალვას და იწყებ მის მიღებას. როცა აძლევნება შენს ნიჭს იყოს ისეთი, როგორც არის, როცა აღარ ამცირებ საკუთარ ოცნებებს, როცა აღარ გრცხვენია შენი განსხვავებულობის, როცა ხვდები, რომ სწორედ იქ, სადაც ყველაზე მეტად განსხვავდები, იმალება შენი ძალა. შეწყვიტე ნიღბების დარება, მხოლოდ იმისთვის, რომ მოერგო სხვების მოლოდინებს. სწორი ადამიანები არ მოგთხოვენ გაქრობას. ისინი არ შეგიყვარებენ, იმიტომ რომ შეცვალე თავი, ისინი შეგიყვარებენ, იმიტომ რომ ხარ ის, ვინც ხარ. და როცა საკუთარ თავს აძლევნებას ანათო, შენ აღარ გჭირდება ბრბოს მიხოლა, შენ თავად ხდები ის შუქი, რომელსაც სხვები მიხვევიან. ნუ მოусმენ ხმას, რომელიც გეუბნება, რომ უნდა შემცირდე. გაბედე იყო ნამდვილი, გაბედე იყო განსხვავებული, გაბედე იყო შენ საკუთარი თავი, რადგან ამ სამყაროს ნამდვილად სჭირდება კიდევ ერთი ავთენტური ადამიანი და ეს ადამიანი შენ ხარ.